ესე გამოიყურება საკეტი ნეიროლუქი გარეთ მხრიდან იგი ყოველთვის საკეტილი არის ხელის ასეთი მარტივი მოძრაობით დამატებით ჩავკეტავთ საკეტს მას აქვს კამერა გარეთ მხრიდან მისი გაღება შეგვიძლია ანაბეჭდის მეშვეობით სამ წამში იკეტება ისევ საკეტი, როგორც გითხარით, იგი გარეთ მხრიდან ყოველთვის საკეტილი არის, დამატებით კიდე რომ გადავკეტოთ, ავწევთ ესე, ასევე იღება კოდით 150-მდე ანაბეჭდი კოდი და ესეთი ბარათი ემატება ამ საკეტს, შიდა მხრიდან გამოიყურება ესე, აქვს ეკრანი და შეგვიძლია გარეთ გავიხედოთ. მაშინ ასევე იდება მეხსიერების ბარათი. შეგვიძლია დავაკავშიროთ ტელეფონს და კართან თუ ვინმე მოვა და დარეკავს ზარს. ზარის ხილაკი აქ აქვს. ჩვენთან ტელეფონში შემოდის სურათი და ვხედავთ ვინ დგას კარის უკან. ორი სახის, ორი ტიპის მექანიზმი დგება. ერთი არის ოდნავ წვრილი და ერთი არის ოდნავ სქელი. კარიდან გამომდინარე დგება ეს მექანიზმი. ასევე მას მოყვება, რა თქმა უნდა, ორი მექანიკური გასაღები და ყოველი შემთხვევისთვის ასევე საკეტს აქვს დამტენის შესაერთებელიც გარეთ მხრიდან, ერთჯერადად რომ მივაწოდოთ ელექტროენერგია. ელემენტები იცვლება მარტივად, ვაყოლებთ ენერჯაიზერის ან დურასელის ელემენტებს და დაახლოებით წელიწადნახევარი ძლებს. ცოტა მეტიც, იმიტომ რომ მაცალე ელემენტი აქვს, 2 წელიც გაძლევს გააჩნია მუშაობას. მექანიკური ურდულიც აქვს. და ესე გამოიყურება საკეტი.